უკრაინელი სამხედროებისთვის ყველაზე ცხელი ზონა კვლავ დონეცკშია. დასახლება პოკროვსკის აღებას კრემლი უკვე 1 წელზე მეტია ცდილობს და როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, ბოლო პერიოდში ვითარება ფრონტის ამ მიმართულებაზე უკიდურესად დაიძაბა. რუსეთის საოკუპაციო არმია აგრძელებს მცირე ჯგუფებით იერიშებს. ქალაქის გარეუბანში დაახლოებით 200 რუსი სამხედრო განლაგდა. თუმცა ვითარება დასტაბილურდა პოკროვსკის ჩრდილოეთით, სადაც ოფიციალური ინფორმაციით კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს უკრაინელმა სამხედროებმა. ინტენსიური სამხედრო მოქმედებების გამო რუსეთს დიდი დანაკარგი აქვს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მხოლოდ ბოლო 10 დღის განმავლობაში ფრონტის ამ მიმართულებაზე დაღუპულია 1756 რუსი სამხედრო მოსამსახურე და განადგურებულია 75 ერთეული ჯავშან ტექნიკა. სიტუაცია პოკროვსკ-მირნოჰრადის რაიონსა და პოკროვსკის მიმართულებით ოჩერეტინეს მონაკვეთზე კვლავ რთულია. მოწინააღმდეგე რიცხოვნობით აღემატება უკრაინულ ძალებს და აძლიერებს შეტევებს. უკრაინის შეიარაღებული და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფები გარკვეულ მიმართულებებზე აგრძელებენ თავდაცვით, ასევე შემტევ მოქმედებებს. მტერს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს. ბოლო 10 დღის განმავლობაში უკრაინულმა ჯარებმა, რომლებიც ოჩერეტინეს მონაკვეთზე მოქმედებდნენ, კონტროლი აღადგინეს კიდევ 2 დასახლებულ პუნქტზე. კუჩერი ვიერსა და სუხეცკისე. ამგვარად 2025 წლის 21 აგვისტოს შემდეგ ამ მონაკვეთზე სიტუაცია დასტაბილურდა. კონტროლი აღდგენილია 9 დასახლებულ პუნქტზე. კიდევ 9 კი გაწმენდილია მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფებისგან. პოკროვსკის ფლანგზე გამწვავებულ ვითარებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვიდან ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი დანაყოფები გადაიყვანეს და ამით გააძლიერეს სამხედრო პოზიციები. კარგი ამბები გვაქვს მეტესანტეებისგან. ჩვენი 82 ბუკოვინსკის ბრიგადა უკვე პოკროვსკის სექტორშია, მირნოჰრადის მიმართულებაზე. პოკროვსკის სექტორში ახლა რთული ვითარებაა, სწორედ ამ მიმართულებაზე რუსებს ძირითადი შემტევი დაჯგუფებები ყავთ მობილიზებული და ეს საოკუპაციო ძალების მნიშვნელოვანი რაოდენობაა. რა თქმა უნდა, ეს ართულებს სიტუაციას პოკროვსკსა და მეზობელ რაიონებში. ქალაქის მისადგომებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ქალაქში დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები არიან შემოსული. გართულებულია ლოგისტიკა, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ოკუპანტების განადგურება. ჩვენ რაც შეიძლება მეტი ზარალი უნდა მივაყენოთ რუსეთს. ინტენსიური ბრძოლების ფონზე კრემლის არმიამ მორიგი მასშტაბური იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე. შემტევ დრონებთან ერთად კრემლმა 202 მართვადი ავიაბომბი გამოიყენა. საპასუხო იერიში მიიტანეს უკრაინელებმაც. საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა მოსკოვში. თავდასხმის გამო ქალაქის 4 აეროპორტიდან 2 დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტები დაიხურა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ კიევისთვის პრიორიტეტი კვლავ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა. ცნობილი გახდა, რომ უკრაინა საფრანგეთისგან დამატებით ავიაგამანადგურებლებს მიიღებს. ვესაუბრე გერმანიის კანცლერს, ასევე სხვა პარტნიორებს პეტრიოტების შესახებ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს. საფრანგეთმა გადაწყვიტა უკრაინას დამატებით მირაჟის ტიპის გამანადგურებლები და საჰაერო თავდაცვის რაკეტები მიაწოდოს. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს დახმარებას საჰაერო თავდაცვის კუთხით, რაკეტებითაც და დრონების გადამჭერი სისტემების წარმოებითაც. ნატოს პროგრამის ფარგლებში უკრაინის დასახმარებლად ფინეთი და ესპანეთიც შეიტანენ წვრილს, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკული იარაღის, იმავე პეტრიოტის რაკეტების შესყიდვას. ომის შემსავლელი ამერიკული ინსტიტუტი ავრცელებს ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები უარყოფენ ინფორმაციას, რომელსაც რუსეთის არმიის ხელმძღვანელობა ავრცელებს. მათი თქმით, რუსეთს პოკროვსკთან სამხედრო წარმატებისთვის არ მიუღწევია. კრემლის ძალოვან უწყებაში კი ამტკიცებდნენ, რომ ფრონტის ამ მიმართულებაზე ინიციატივა რუსი სამხედროების ხელში გადავიდა. თუმცა როგორც თავად რუსი სამხედრო ბლოგერები ამბობენ, უკრაინელი სამხედროები პოკროვსკში ინარჩუნებენ პოზიციებს და ვითარება სრულიად ქაოტურია.